საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ შაბათის სტუდიას მე ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩაგვერთვება ირმა ამბარდნიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ახლა უკვე დამოუკიდებელი სტატუსი, თუმცა ერთი კვირის წინ ის იყო ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის წევრი და ფრაქციის წარმომადგენელი. მისი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაიშალა. ირმა ამბარდნიშვილი პარტიის და ფრაქციის დაშლის მთავარ მიზეზად ასახელებს პარტიის ხელმძღვანელ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან შეუთანხმებელ მუშაობას და მის იგნორირებას. თუმცა სწორედ მას შემდეგ რაც ირმა ამბარდნიშვილმა პარტია დატოვა, იგი საუბრობს იმის შესახებ, რომ სოციალური ქსელით მასზე მიმდინარეობს ბულინგი და მასზე მიმდინარეობს შეურაცხყოფა, მის მიმართ იწერება შეურაცხყოფელი კომენტარები. ამ საკითხზეც ვისაუბრებ, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ძირითად ფაქტორებს, რის გამოც მიიღო ირმა ამბარდნიშვილმა პარტიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. საღამომშვიდობის ქალბატონო ირმა და გმადლობთ, რომ გვერთვებით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამომშვიდობის მივესალმები მაყურებელს. დიახ, დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა, ძირითადად გავიაროთ, მეტნაკლებად ინფორმაცია არსებობს ამ საკითხზე, რა გახდა მთავარი მიზეზი და ფაქტორი, რის გამოც დატოვეთ თქვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რის გამოც პრაქტიკულად დაასუსტეთ ოპოზიციური პარტია გორის საკრებულოში და დაუშალეთ თქვენი წასვლით ფრაქცია. მე არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის რამეს წარმოვადგენდი, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლიანი პარტიული სტაჟი გამაჩნია, მათთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ძირითადად იყო ნეპოტიზმი გამოფებული და პარტიაში გადამწყვეტი ხმა ჰქონდა მხოლოდ ბადრი ბასიშვილს და ერთპიროვნულად მართავს ის არავის აზრს არ ითვალისწინებს, რაც პარტიის დასუსტებას ემსახურება და ფაქტიურად უკვე დაშლილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გორში და ჯერ ხომ გორი ჰქონდა დაშლილი და ახლა რეგიონი ჩააბარეს, რაც სამწუხაროა. მე მაგათაც ვთვლი, რომ მე არ დამიშლია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია. ეს ფრაქცია თვითონ დაშალეს, იმიტომ რომ ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ 16 წლიანი სტაჟი მქონდა, კახნიაშვილის ცოლის ბიძაშვილია ბექა ქორჩილავის დაინიშნა ფრაქციის თავმჯდომარედ, რომელიც ახლა მე ეკრანებიდან ძალიან ყელმოღერებული ასაკის უპატივცემულო და საერთოდ ნაკლები განათლება მე არ მეგონა თუ ბეკას რამებს იკადრებდა მეძახის უღირს და ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს უღირსობა და შევახსენებ რომ აი უღირსობა და თავმომწონობა ის არის რომ შენზე ბევრი რომ აქვს გაკეთებული პარტიაში და ქვეყნისთვის მათ რომ გადაასწერებ და ყელმოღერებულიო შეაბიჯებ იმ საკრებულოს შენობაში და იმ გახდები იმ საკრებულოს წევრი იმ პარტიისა რომლისთვისაც არაფერი არ გაგიკეტებია და დაუმსახურებლად ზიხარ. დიახ, თუმცა სწორედ მინდა რომ ჩავყვეთ ძირითად საკითხებს, ფაქტობრივ გარემოებებს. ერთის მხრივ ადანაშაულებთ თქვენ ბადრი ბასიშვილს, რომ მან დაშალა და უпростоრად მის გამო დატოვეთ მთავარი მიზეზი იყო ბადრი ბასიშვილის დამოკიდებულება თქვენდამი და აქედან გამომდინარე დატოვეთ პარტია და ფრაქცია. თუმცა სწორედ თუ ბასიშვილი ასე მონაწილეობდა და ბუნებრივია ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში, თქვენზეც აქცენტი მის გარეშე ალბათ არ შეჩერდებოდა. ანუ თავიდან, როდესაც თქვენ შეხვედით მაგალითად თეონა მაისურაძე თუ არ ვცდები, რომელიც გავიდა საკრებულოდან, მისი ადგილმონაცვლე ხართ, ეს მანდატი არის პროპორციული მანდატი და შესაბამისად, ვინც თვითმმართველობის არჩევნების დროს 2017 წლის პარტიულ პროპორციულ სიაში იყო, სწორედ ასე იცვლება კანონმდებლობის მიხედვით, ასევე უარი თქვათ გიორგი ტურაშვილმა და შემდეგ მოდიოდით თქვენ და დათანხმდით თქვენ ამ მანდატს. რა მოხდა? ანუ თავიდან გიორგი ტურაშვილი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ პარტიას სასახად გაცხადებული ყველა მეორე ქალი უნდა იყოს და ქალი პარტიულ სიით მე ვიყავ. ანუ თქვენ მოდიოდით თეონა მაისურაძის შემდეგ პირდაპირ? კი, მე მოდიოდი პირდაპირ როგორც ქალი თეონა მაისურაძის შემდეგ. დიახ, ბადრი ბასიშვილი მაშინ მომხრე იყო, რომ თქვენ შესულიყავით თუ ალბათ იყო გარკვეულწილად მაგალითად შემოთავაზება, რომ ხوارჯობია ირმა რომ სხვას დაუთმო ეს ადგილი. არა, შემოთავაზება არ ქონია, რადგანაც ვერ გაბედეს ამისი ასეთი ფორმით შემოთავაზება. თუმცა მე რომ გითხრათ რომ ეს ჩემ ინტერესში შედიოდა ყოფილიყავი ფრაქციის უბრალო წევრი და რაღაც ხელფასზე დახარბებული ადამიანი ყოფილიყავი, არა, მე ჩავთვალე რომ იმ პარტიისთვის რომელსაც 16 წელი ერთგულად ვემსახურებოდი, ნამდვილად სჭირდებოდა ჩემნაირი გამოცდილი და განათლებული ადამიანი, მაგრამ მე როგორც მოვლენებს მივადევნე თვალყური და თვალი, აღმოჩნდა რომ
არ სჭირდებოდი და მხოლოდ ჩემსადაც და გამოცდილებას იქამდე იყენებდნენ, რამდენადაც მისთვის სჭირდებოდა. ეხლა მეორე საკითხია, რომ ფაქტიურად მე არაფერს არ მეკითხებოდნენ, არც ბექა და არც ვასილისა. ძირითადად იღებდნენ ბადრი ბასიშვილის მესიჯებს და მას ახმიანებდნენ საკრებულოს ხდომაზე, რომელიც ძალიან ბევრი მაგალითად ჩემთვის იყო ძალიან მიუღებელი, იმიტომ არ იგი საკითხები, რომელიც მუნიციპალიტეტის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის კანონს არ არღვევს აბსოლუტურად და აუცილებელი რომ ხარ დაუჭირო და ამბობდნენ რომ არ უნდა დაგეჭირა. მაგრამ იყო ძალიან ბევრი საინტერესო და საერთო დაგეჭირათ. რა თქმა უნდა, და ხშირად ბექა ჩემს მაგივრად ამბობდა რომ არ ვაძლევდი ხმას, ასე ჩემთვის იყო ძალიან მიუღებელი და შეურაცხყოფელი. პირველი ეს არ ნიშნავს საკრებულოს წევრობა და ფრაქციის წევრობა, რომ იქ რაღაც ის არის. მეორე საკითხი ის არის, რომ ძალიან საეჭო გარემოებები იყო, რომელიც მაგალითად მუნიციპალიტეტის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ის აუქციონზე გასატანი მიწის ნაკვეთები, ძალიან ბევრი იგი საკითხები, რომელზეც მაგალითად ვამბობდი, რომ უნდა გავუკეთებინა, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხებზე დუმდნენ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდნენ. ეს იყო ძირითადად დადგმული სპექტაკლები ოპოზიციონერობის, ამე რატომღაც მგონია, რომ შეხმატკილებულად აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვინ არის შეხმატკილებული? როგორც საინტერესო ის არის, საინტერესო ბადრი ბასიშვილი. ბექა კორჩილავა და ვასილისა ჯაბახიძე არაფერს არ წარმოადგენენ და არც მომავალში არაფერი იქნებიან, იმიტომ რომ ახალგაზრდები ასე ხა გაკოტრდნენ, მე მაგათ მათ ასაკში და იმის შემდეგაც ძალიან ბევრი პოლიტიკურ გამოცდილება მაქვს და არასოდეს ესეთი მდარე განცხადებები ასაკთან შეუფერებელი არ მიმიღია და არავისთვის შეურაცხყოფები არ მიმიღენებია. მე არც მახსოვს ესეთი რამე, რომ 16 წლის განმავლობაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასეთი წევრები ყოლოდეს, ალბათ ქალაქი იცნობდა. მე მართლა გაოცებული ვარ სადმოძებნეს ეს. თუმცა საკმაოდ აქტიურები არიან ერთის მხრივ. აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების შემართებულები ახალგაზრდა ცოდნით უნდა იყოს და კომპეტენტური და არგუმენტული პასუხი უნდა იყოს. კი, ხო, ჯერ უნდა ისწავლონ და მერე ისე უნდა ქონდეთ პრეტენზიები საკრებულოს წევრობისა. დიახ, რაც შეეხება მკითხვას, ვინ არის ხელისუფლებასთან გარიგებული ბადრი ბასიშვილი? როგორც ისევით მისი თანაგუნდელების გამიცი ხა მე ბადრი ბასიშვილთან არ შეხება არ მქონია, იმიტომ რომ მე ძირითადად გორში ვიყავი და ის ხეობას მართავდა, ძირითადად მათი თანამებრძოლების და თანაგუნდელებისგან ვიცი ეს და ისინი პირდაპირ ადანაშაულებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და ასევე საპარლამენტო არჩევნების დროს ის რომ გარიგებული იყო ხელისუფლებასთან და ზუსტად არაფერს არ აკეთებდა, რაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებდა თუნდაც იმაში, რომ როდესაც შევთავაზებდი რაიმე ნებისმიერ პროექტს, რომელიც პარტიის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს, ისე როგორც გადამზადება საარჩევნოთ კომისიის წევრების, ის მუდამ წინააღმდეგი იყო და ფაქტიურად ჩამომაშორა ამ პროცესებს. თუმცა აი მაგალითად ბოლო არჩევნებზე ასევე ეს ნაციონალური მოძრაობა მაინც გარკვეულწილად ხელისუფლებისთვის პრობლემა იყო, არ ვიცი ეს ბადრი ბასიშვილის ფაქტორი იყო თუ პარტიის მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ თლიანობაში ყველაზე აქტიურად მე არ ვიცი ბადრი ბასიშვილი რას წარმართავდა პარტიაში, მაგრამ როგორც ორგანიზაციული მხარე ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პარტია იყო თუ არ ვცდები, მართველი პარტიაც იკეტებოდა არჩევნებიდან არჩევნებამდე, მაგრამ ერთადერთი პარტია რომლის კარებიც ღია არის დღემდე და არ იხურება, არ ელოდება არჩევნებს, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს არ ვიცი ვისი დამსახურებაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ კონკრეტულად გარიგება რაში გამოიხატებოდა. მე დაგეთანხმებით, იმიტომ თქვენ არა ხართ პარტიულ საქმიანობაში ჩახედული და ეს არ არის პარტიული მუშაობა, ოფისის კარები ღია როა, მაგალითად სხვადასხვა საქმეებისათვის და ქალაქში ჩამოსული ხალხის თავშეყრის ადგილად. მე ეს არ მიმაჩნია პარტიულ საქმიანობა და არც ის რომ ვამარცხო ყვავილებს და არიგებ, არც ეგ მიმაჩნია და გაზეთებს კიდე წინა საარჩევნოთ. ეს არ არის პარტიული მუშაობა, ვინც პარტიულ საქმიანობაში ჩართულია და პოლიტიკური განათლება აქვს, ეს ნულის ტოლფასია. მე რაც შეეხება იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერენ, ეს არც ბადრი ბასიშვილს უჭერენ მხარს და არც არაფერი. ეს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, რომელიც დარჩა მარტო მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გარეთ და აქ მხოლოდ სათაური, ყოველ შემთხვევაში გორში ასია, იმიტომ რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასეთი გორში არ არსებობს და რაღაც გაურკვეველი კონგლომერატის ხალხია თავშეყრილი და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითილუსტრაცია გააკეთეს ამ ხალხმა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქალაქი და რეგიონი ხელში უნდა აიღონ და მართონ,
უკვე ძალიან საშიშია ამ ხალხის ხელში ხელისუფლების გადასვლა, რაც მე მესიჯები წავიკითხე, ნუ ყველაფერს ნეობას გასცა ყოფილმა შემოთანაგუნდელებმა, ყოფილმა თანამებრძოლებმა, როგორც ისინი აცხადებენ და ძალიან ბევრთან ოჯახურ მეგობრობაც მაკავშირებდა და მეზობლობაც, ისეთ რამები იკადრეს, რაც ჩემთვის არის მიუღებელი და დაუჯერებელი და ეხა ქალაქში 10 წელი მე მგონი არ არის პატარა დრო იმისათვის, რომ ისწავლო ამ ქალაქის წესჩვეულებები, აღარა აქვს ეხლა აღზრდასთან კიდევ პრობლემები. თუმცა მოულოდნელი იყო და მეორეს მხრივ, რასაც აპროტესტებდნენ, მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ მე არ შემიღია კარი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო მარათონის ესეც დაიწყო ბადრი ბასიშვილმა ცალხას სახად უარი გამომიცხადა ყველაფერზე და რა იყო ამის მიზეზი, რომ ბასიშვილს ვაშაძის გამარჯვება არ უნდა და ან ირმა ამბარდნიშვილის ნდობა რატო შეუმცირდა თქვენს მიმართ, რომ საერთოდ ეს ისეთი ადამიანია, ის კარგად იცნობს, რომ ესეთი ყურში ჩაჩურჩულებები ძალიან უყვარს და საერთოდ ნაკლები განათლების მქონე ადამიანები არიან ზუსტად ესეთი მოჭრილკანავე რაღაცებთან, რომ მე ქალაქი მხედავდა და ხედავდნენ საკრებულოს საკამოდ აქტიური პარტიის წევრი ვიყავი და არავის ნაკლები არ ვიყავი, მაგრამ ფაქტიურად იგნორირებული ვიყავი, თუმცა მიუხედავად იმისა, მე შემეძლო მაშინაც გამეკეთებინა, როცა დამიძახა და საკალმახეში ძალიან შეურაცხყოფელად მომთხოვა ფრაქციის დაშლა, მას უნდა რომ ფრაქცია დამეშალა, საკრებულო კი არ დამეტოვებინა, არამედ ფრაქცია დაშლილი იყო და მისი მოთხოვნა იყო, რაც ჩემთვის გამოუცებელი იყო და ანუ ფრაქციის დაშლას გთავაზობდათ, რომ თქვენ უარი უნდა გეთქვათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ფრაქციაში გაწევრიანებაზე და გეტოვათ ეს და ბუნებრივია დაიშლებოდა, თუმცა პარტიაში უნდა დარჩენილიყავით თუ პარტიაც უნდა არა, მაგ არის ვერ ერყვა ეხლა ამ ყველაფერს და ალბათ ჩათვალა რომ ფრაქცია თუ დაიშლებოდა, ვერ ერკვევ ერთ ის რას უკავშირებთ თქვენ ამას? რატო შემოგთავაზat? რა ინტერესი იყო? ბადრი ბასიშვილი თქვენ ადამიანებს ვერ იტანს, ბადრი ბასიშვილი თავზე განათლებულებს და დაემთხვა საერთოდ ის რომ იცით რომ ქალაქში არ არსებობს დადგენილება ძეგლებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა რომ სხირველთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემები არსებობდა საერთოდ სპორტის აიფთან და ეს გავაჟღერე რომ მოვთხოვე ზუსტად ეს დადგენილება საკრებულოს და მერიას რომ საბუთის გარეშე ანუ ყველანაირი ნებართვის გარეშე იყო დადგმული ეს ძეგლი და სხვა კიდევ ბევრი საკითხები. ანუ სხირელის ძეგლმა გამოიწვია. არა, მარტო სხირელის ძეგლმა არა, სხვა შეთანხმებული იყო ეს ყველაფერი, მათ იცოდნენ. რომ მე ამის გაცხადებას ვაპირებდი. მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ალბათ ხელისუფლებიდან ვიღაცამ თითი დაუქნია და მასეთნაირად და კიდევ დაემთხვა ის, რომ მე გავიმარჯვე საქართველოს მუნიციპალური მომსახურების ფონდი არსებობს ესეთი, რომელიც ქალი საკრებულოს წევრების გაძლიერებაზე არის ორიენტირებული საქართველოში და კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ჩვეულებრივი იყო, მათ მიერ გამოცხადებული არაფერი ის არ სჭირდებოდა, ესე უნდა დაგეწერა და შენი გამოცდილება, როგორც ქალს რა მქონდა გაკეთებული ქალების უფლების დასაცავად, რა პოლიტიკური ცხოვრება ქონდა განვლილი, რა შეგეძლო რომ ქალების დასაცავად გაგიკეთებინა, მათზე გეზრუნა და ასე შემდეგ. მე ამ კონკურსში მივიღე ჩვეულებრივი მონაწილეობა, როგორც ჩვეულებრივ საქართველოს ნებისმიერ საკრებულოს ნებისმიერ წევრს შეეძლო მიიღო მონაწილეობა და გავიმარჯვე სხვათა შორის 18 კალია საქართველოს მასშტაბით და ზუსტად აი აქ მოვხვდი და იმის მაგივრად რომ ეს გაჟღერდა და გავრცელდა ინტერნეტით და მილოცავდნენ ეს მიუღებელი აღმოჩნდა ბადრი ვერ გაირკვა რა ხდებოდა საერთოდ ბასიშვილი და ჩათვალა რომ მე რაღაც ალბათ რა თმისთვის გაუგებარი გვერდისავლით მოვხვდი ამ გუნდში და იმის მაგივრად გახარებოდა რომ ნაციონალური მოძრაობიდან მხოლოდ მე ვარ შიდა ქართლის რეგიონიდან და კახეთიდან არის ევალო მთაძე დანარჩენი არავინ არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. იმის მაგათ რომ ეამაყარო აი მისი გუნდის წევრმა ესეთი წარმატებას მიაღწია პირიქით დამიბარა და მომთხოვა რომ დამეწერა განცხადება ფრაქციისთან დაკავშირებით, ასე მე უარი განუცხადე. რას უკავშირებთ საბოლოოდ, რომ ეს იყო ხელისუფლებისგან თუ გარკვეული თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კითხვა კონკურენტს ხედავდა თქვენ. კი, რა თქმა უნდა, კონკურენტს ხედავდა და თუმცა პარტიას და ფრაქციას აზარალებდა ირმა ამბარდნიშვილის იქ თუ გთავაზობდათ ამ გარიგებაზე წასვლას, რის საფუძველზე, რა შეატყვეთ, რომ ეს იყო, რომ ნაციონალური მოძრაობიდან თქვენი გარიყვა უნდა და ამ არაპირდაპირი გზით თუ ესე მიმდინარეობდა მოვლენები თუ კონკრეტულად ხელისუფლების მხრიდან აქვს გარკვეული ვალდებულებები ბასიშვილის და აქედან გამომდინარე არსებობს გარკვეული თამასა რომლის იქეთაც არ უნდა იაქტიუროს.
მე ვფიქრობ, რომ გარკვეული თამასა არსებობს, რომლის იქითაც არ უნდა იაქტიუროს და რადგან მე ვერ მაკონტროლებდა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, მან ჩათვალა, რომ ჩემს ზემოქმედება უნდა მოეხდინა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბასიშვილის არც ერთი განცხადება მისი პარტიის ხელმძღვანელობიდან არავის არ თვალით არ უნახია, განსხვავებით გიორგი ბოტკოველისა, რომელიც იცით, რომ თელავში არის და დავით კირკიტაძისა, რომელიც ახლა ციხეში ზის, ბასიშვილის ასეთი თავგანწირვა პარტიისადმი ჯერ არავის არ უხილია თვალით. თუმცა ერთგვარად სწორედ საკრებულოს წევრები მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც არ გვიჩენდით იმას, რომ ეს დანაკლისი იყო, ისე აქტიურობდით თვითმმართველობის საკითხებზე, სწორედ ეს სამეული, რომელიც იყავით ფრაქციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, თუმცა გარკვეულწილად ბადრი ბასიშვილის პერსონალური აქტივობა, მათ შორის ჩვენთვისაც, ჩვენი მედია საშუალებებისთვისაც იყო ერთგვარად მოკლებული, რადგან ის მხოლოდ უпростоრად გარკვეული რამდენჯერაც მოვიწვიეთ ეთერში გარკვეული მიზეზების და პრობლემების გამო უარი გვითხრა სტუმრობაზე, თუმცა თუ ქონდა საშუალება კომენტარს აკეთებდა ის საინფორმაციო სამსახური. კომენტარი ისეთია ახლა, მაგალითად ზოგადი ესეთი კომენტარი შეიძლება გააკეთოს აფრიკის ნებისმიერი ტომის ბელადმა ახლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან. ახლა მე ვერაფერს აღუქვა იმას, რომ რაიმე პოლიტიკური განცხადება ან ქვეყნის არაერთხელ მყოლია ბადრი ბასიშვილი ეთერში, მე ალბათ შესაფასებლად სუბიექტური ვიქნები, უпростоრად არ იქნება კარგი რომ შევაფასო, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში არც თუ ურიგო რესპონდენტი იყო და არც თუ ურიგო ოპოზიციონერი ის დიახ მე ასე არ ვთვლი და ჩემი ეს ნაბიჯი ზუსტად გამოწვეული იყო, იმიტომ რომ პარტიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითილუსტრაცია გააკეთოს და ამასთან ერთად აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლაზე, უნდა უფრთხდებოდეს თავის პარტიის წევრებს და მით უმეტეს საკრებულოს წევრების აზრი უნდა გაითვალისწინოს ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში. თუ მიაწოდეთ ეს ერთის მხრივ, აი თქვენ ადანაშაულებთ ბადრი ბასიშვილის, რომ გარკვეულ თამაშებს თამაშობდაო, მაგალითად ასევე ხას უსვათ თქვენ პარტიულ წევრობის სტაჟს თბილისში თუ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია, ვინმეს და რა რეაქციები იყო მათი მხრიდან? მე ვფიქრობ, რომ ბადრი ბასიშვილი საერთოდ ზოგადად პარტია, რაც მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, არის საფეოდალობად დაყოფილი და როგორც მე გავარკვე, დაახლოებით ესე იყო, რომ შიდა ქართლი ბადრი ბასიშვილის ჩააბარეს, კახეთი ბოტკოველს ჩააბარეს, კირკიტაძეს რუსთავი ჩააბარეს და ესენი როგორც ახლა შუა საუკუნეების ფეოდალურ ხანებში, ეს პარტიულ ფეოდალიზმში გადავიდა და არა პარტიულ ცხოვრებაში პარტია და შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა. ნუ ეხლა მე მაგალითად ჩემი ეს ნაბიჯი გამოწვეულ იყო ზუსტად ამით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას თუ პრეტენზია აქვს იმისა, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს და მართოს, ჯერ უნდა მიხედოს თავის პარტიის წევრობას და მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, ესეც ის კარასავით მოუწევს ქვეყნის გარეთ საზღვრებზე სირბილი და ალბათ კაი გათვლილწლები ვერ დაბრუნდება საქართველოში. და მეორე ის არის, რომ პარტიულობა და მხარდამჭერობა დროა რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. ამერიკაში 2 საუკუნეა მაგალითად 10 წლებია სხვადასხვა ქვეყანაში პარტიულები ამაყობენ ოჯახებით და ძალიან ბევრი ვინც უცხოეთში ნამყოფი და საარჩევნო მარათონს შესწრებია, ალბათ უნახავს აივნებზე გადმოფირებული ამა თუ იმ პარტიის დროშები, როდესაც ოჯახები პირდაპირ ესე არავისი არ ეშინიათ და არც არაფერი, ასე ეამაყებათ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრობა და შეიძლება მაგათ პაპა და ბაბუაც კი იყვნენ იქ იმ პარტიის წევრები და ეს ჩვეულებრივი მოვლენა ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში ეს ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმე პრობლემა გახსნება პარტიაში, ან უნდა გაგრიცხონ პარტიიდან, ან მოღალატის კლიშე უნდა მოგანიჭრონ და ასე შემდეგ ეს ჩვეულებრივი ძალიან წესიერი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც იყვნენ 2003 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, იძულებული გახადეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში გადასულიყვნენ, იძულებული გახადეს, რომ ებოდიშათ საზოგადოებას, რომ ისინი მოღალატები კი არ იყვნენ, რაღაცა არ მოსწოდათ იმ პარტიაში, რაღაცაზე ჰქონდათ პრეტენზიები და მოღალატე სხვა რამე, მოღალატე ის არის ტერს რო შემოუძღებ შენ ქვეყანაში და შენი ქვეყნის დამაზიანებელი ინტერესს გააქვს. თქვენს გაგრიცხეს პარტიიდან ხოლმე შემთხვევაში გააკეთეს განცხადება ამის არაპირებდით პარტიის დატოვებას, ფრაქციას და არა, ფრაქციის დატოვებას, პარტიის დატოვებას არ ვაპირებდი და მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ინანებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომ ჩემი სახით ასეთი ერთგული პარტიის წევრი დაკარგა. მე თვითონ თუ არაფასებენ, ეხლა ალბათ საზოგადოებამ უფრო იცის ვინ დაკარგა და ჩემთან სამსახურში და საერთოდ ჩემს გარშემო ყველა შოკირებული იყო.
ну ეხლა რადგან არ გაფასებენ, ალბათ მოძებნის სხვა ადგილს, სადაც დაგაფასებენ და შენს ნიჭსა და უნარს და გამოცდილებას დააფასებენ. ანუ ეს ნიშნავს, რომ მალე ვიხილავთ ირმა ამბარდნიშვილის სხვა პოლიტიკურ პლატფორმაში და სხვა პარტიაში. არა ვაპირებ არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე დამოუკიდებლად ჩემი წლია და აქამდესაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაუბრობ, აქამდესაც დამოუკიდებელი წევრი ვიყავი და ფრაქცია ფაქტიურად დაშლილი იყო, იმიტომ რომ მე არავინ არაფერს არ მითანხმებდა ფაქტიურად ერთად არ ჩაგვიტარება ფრაქციის ხდომა, იმიტომ რომ ისინი ჩემთან შეთანხმებას არ აკეთებდნენ არანაირ საკითხზე. თუმცა სოციალურ ქსელში კომენტარებზე მინდა გადავიდეთ, სადაც ერთგვარად ამ ფრაქციის დაშლის შემდგომ თქვენზე პერსონალურად თავდასხმები იყო პარტიის წევრებისგან, კომენტარები გაკრიტიკებდნენ ისინი, რომ ეს მანდატი თქვენ არ მოგიპოვებიათ და თქვენ ეს მანდატით, ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას დააკელით და ხელისუფლების თამაში პირდაპირ გადანაშაულებდნენ ეს ადამიანები და რეალურად იყვნენ ძირითადად პარტიული წარმომადგენლები, აქტივისტები, წევრები, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ თვალში ჩანს ესე, რომ ირმა ამბარდნიშვილმა ნაციონალურ მოძრაობას დააკარგვინა მანდატი, ერთი მანდატი, რომელიც სამი კაცით იყო წარმოდგენილი, პირდაპირ მოგიწოდებდნენ. თუ ტოვებ პარტიას, მაშინ ეს მანდატი ირმა ამბარდნიშვილს არ მოუპოვებია, დათმე ეს მანდატი და გამოდი საკრებულოდან. მე ეს მანდატი ზუსტადაც მოვიპოვე, ზუსტად იმ 16 წლიანი ბრძოლით, რომელიც მე ჩემს ქალაქს და ჩემ ქვეყანას შევწირე. და ასევე მინდა თქვა, რომ სად იყვნენ ეს ხალხი, როდესაც მე 2003 წელს ვიყავი 2003 წლიდან ვარ ამ პარტიის წევრი და სად იყვნენ 2008 წელს, როცა მე რუსებთან ერთად დავაბიჯებდი სამსახურში და დაბომბილ ქალაქში ხალხს ვეხმარებოდი. პირველი ეს საკითხია და რაც შეეხება მახსოვს ეს საკითხი, რომ მათ შორის როდესაც ქალაქი დაცლილი იყო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ძირითადად გაქცეულები იყვნენ, რამდენიმე ათეული საჯარო მოსამსახურეს მოხელეს შორის იყავით, თქვენც ამაში მინდა დაგეთანხმოთ, რომ მახსოვს ის დღეები, რადგან მედია ცენტრი უკვე გადასული იყო სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ტელეკომპანია თრიალეთიდან და თქვენ იქ იყავით ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს. ასევე რეზო კახნიაშვილის პოსტისაც ჩემი და მარლენის სურათია დადებული, მარლენა დირაძის მინდა ყოველთვის ჩვენ 10 წელია მეგობრები ვართ და საერთოდ ვერ გავიგე ჩვენ ვის უჭერთ მხარს და მე ამის შემდეგ უფრო მტკიცედ მაგ გადაწყვეტილი რომ ვიბრძოლო ყველა ადამიანის და ქალის უფლებებისათვის და ნებისმიერ ადამიანისათვის რომ ხელისუფლებაში არ მოვიდნენ ესეთი მდაბიო აზროვნების ადამიანები. მინდა შევახსენო ყველას რომ 37 წელი აღარ დაბრუნდება, ძალიან ბევრი ოჯახებში ინახება ალბათ სურათები და ინახებოდა სადაც ცალიმხარე იყო ჩამოჭრილი, ან ბევრ კოლექტიურ გადაღებულ სურათებში ვიღაცის სახე იყო გადაჩხაპლილი, ძირითადად ესენი იყვნენ 37 წელში რეპრესირებული ადამიანები, რომელსაც გამოაცხადეს სამშობლოს მტრება და ოჯახებს თავი რო დაეცოთ, ჩამოაჭრეს სურათები და ამოფხიკეს. ეს ტენდენცია 37 წელს ბადრი ბასიშვილი და რევაზ კახნიაშვილი გორს ვერ მოიყვანენ. ვერასოდეს. და აი ამ მიდგომ საზოგადოებაში ამის შტაბეჭდილებას მაგალითად რომ ეს მეგობრებთან ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ბასიშვილზე რომ წინა ხელისუფლების დროს ზონდერი იყო ისო საუბრობდნენ რა გიჩენთ ამის განწყობებს რომ ბასიშვილმა უნდა მოიყვანოს 37 წელი ფაქტია რომ მისი ქალაქის მერი რომელსაც ძალიან მნანობ რომ ამ კაცს საერთოდ ძალიან წინა საარჩევნო სიტყვა დაუწერე და ასევე ვასილისასაც სხვათა შორის ძალიან მნანობ და რომელიც ჩემს ოჯახს ასევე იცნობს და გარკვეულწილად მეგობრობაც ასე ვთქვათ ბჭყალებში აკავშირებდა მან დადო სურათები ჩემს მეგობრებთან გადაღებულები ის რომ კოლეგებთან მქონდა გადაღებული მაგალითად NDI-ის შეხვედრებსა და კიდე ჩვეულებრივ ეს მეც ფაქტობრივად ვერაფერი ვერ ვნახე სურათებში სიმართლე გითხრათ რომ მარლენი და თქვენ ხშირ შემთხვევაში მახსოვს მათ შორის ის კადრებიც რომ როდესაც ფურცლები გამოგართვათ ხელიდან და ძირს გადაყარა თუ ერთის მხრივ არის სამეგობრო სურათები გადაღებული ასევე არის პოლიტიკის გამო პოლიტიკური პოზიციების გამო საკმაოდ მწვავე დაპირისპირებებიც მათ შორის და ალბათ ესეც არის გასახსენებელი და ესეც არის გარკვეულ კონტექსტი მიეცეს ამ ყველაფერს. აი ხა ეს ძალიან ძლიერი გასაგები იქნება ბადრი ბასიშვილის და რევაზ კახნიაშვილის ჩვენ ამ ქალაქში დავიბედა მე 10 წელი კიდე ხასკასით ვარ რომ ვარ ძირძული გორელი. და ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს მეგობრობა, ნაკლებირონობა, თანაკლასელობა და ეს არ ნიშნავს რომ არაუჩევიათ გორი რომ ისინი იძულებულები არიან. არა, რაშუაში მე დამამთავრებინათ. ისინი არიან დევნილები, რაშუაში დამამთავრებინათ რასაც ქალბატონო ირმა, როდესაც დამამთავრებინათ აზრი. ეხლა შეიძლება ეს. მე ვამბობ რომ მე ამ ქალაქში დავიბადე და მყავს ათეული მეგობრები, რომლებიც არის ჩემი ნათესავები,
ჩემი ბიძაშვილის მეგობრები, მეზობლები და მათთან შეიძლება ილაპარაკო ჯანსაღად და კონდეს ურთიერთობა. ერთი ოჯახის წევრებიც კი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებით. სხვადასხვანაირად ხედავდნენ თავის პოლიტიკურ ბედს, მაგრამ არ იყო მათი მტერი. და არ მოუწოდებდე 37 წელივით, რომ რადგან ჩემი მეგობარი ხარ და შენ ქართულ ოცნებაში ხარ, ან შენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ, შენ ხარ სამშობლოს მოღალატე და ასეთი კლიშე მომაკერო და თან მიმიწერა ზედ რომ 2003 წელსაც ესეთი იყავი, 2000 დღესაც და გუშინაც და დღესაც და მე კითხვა გამიჩნდა 2003 წელს თქვენ სად იყავით ბატონო რევაზ და ბატონო ბადრი და მე 2003 წელს იქ ვიყავი და ისევ ისეთი ვარ რაც დღეს ვარ 2003 წელსაც მიცნობდნენ მე რა ირმა ამბარდინიშვილიც ვიყავი და თქვენც გიცნობდნენ იმ ხეობაში რაც იყავი და რა ქონებაც გქონდათ მე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან არც ხელფასები არ მიმიღე არც ნათესავები არ მყავდა უთვინო დასაქმებულები არც პარტიის ხარჯზე არ დავსეირნობდი ქვეყნის გარეთ არც საკალმახეები მაგ ბადრიბაშვილისგან განსხვავებით არც იავნანას ფლობელი არ ყოფილი ვარ და არც იქ იმ ფაქტები არავისთვის არ დამიმართია მაგ ბადრიბაშვილი იავნანო ხელში ჩაიგდო და მთელი თანამშრომლები გარეთ გამუყერა და არც ჩემ ოჯახის წევრებს არ უპირებდა ქალაქი გასახლებას და არც მოსაკლავად არ დაძლებდნენ დედა ჩემს და მამა ჩემს და როგორც არც მკვდარი დამიტოვეს და არც ცოცხალი მე ჩემი მშობლების აუგად მოხსენებას არავის არ ვაპატიებ და მით უმეტეს და ყველაზე სამარცხვინო ის არის რომ თვითონაც ასეთი მშობლები არ ყავდა სხვის მშობლებს და სხვის რაღაცებს ასე იქიქებიან და ასე მაზრზენად დებენ დიახ მე მეგობარი ვარ და რამე მიხეილ გოგინაშვილი ჩემი თანაკლასელი და საკრებულოშიც ერთად ვსხედვართ მაგრამ მე მგონი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას იქამდე სანამ განცხადება არ გავაკეთე ერთი პრეტენზია არ გასჩენიათ რომ ირმა სამშობლოს მოღალატე ხარო აი არ გასჩენიათ და მაშინ მანამდე უნდა დაედოთ ეხა სამშობლოს მოღალატის ფაქტები რაში მადანაშაულებდნენ სამშობლოს მოღალატეობას არაფერი რო არ გაგაჩნია ცხოვრებაში და ქოხში რო გზურება სულ და უცებ რომ მილიონერი გახდები აი გარ ზუსტად სამშობლოს მოღალატეობა თორემ მე ვინც ვიზე ამბობთ არა საერთოდ რეზო კახნიაშვილზე და ბადრი ბასიშვილზე მე არც სიმამრის კონებაზე ყოფილა წამოწოლილი და არც გომურიდან არ მიჭყეტია და ისე არ გავხდა რომ საკალმახეებისა და საბადყოფოების მფლობელი ჯიპებით არ მივიდი აქვს მაგის თქმა გინდათ რა თქმა უნდა როცა ვიღაცას მოღალატეს უწოდებდა 2003 წელს ახსენებ არასწორად აქვს ბადრი ბასიშვილს კი ბატონო დაიანგაშოს მისი საჯარო მოხელეობის ხელფასები თუ ეყოფოდა ამ ქონებების ხელში ჩასაგდებად და მე ისე მიუთითენ 2003 წელზე და 2003 წელზე გუშინ და დღეს კარგად გადახედონ ხეობა იცნობს მათაც და მათ ოჯახებსაც და ორივეს განათლებას ერთი რა განათლებით იშოვეს ამ ხელაქონებები მაინტერესებს დრამეს კონკრეტულს ფლობთ თქვენ თუ ვის მოუწოდებთ რომ შეისწავლოს ეს საკითხი მაგალითად იგივე იავნანაც ახსენეთ დღეს ბასიშვილის არის იგივე იავნანა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და უпростоრად ის უარყოფს ყოველგვარ კავშირს როგორც გორმეთთან ასევე იავნანასთან დღესდღეობით უკვე კი ბატონო უარყოს ფაქტი სხვა რამეა კი ბატონო, რაც შეეხება ფრაზა რომელიც არ დამამთავრებინეთ, ეს იყო ის რომ მე ჩამოსული ვარ, როდესაც მიმანიშნებენ იმას, რომ დიახ, ძირძველი გორელები, რა თქმა უნდა, პატივსაცემები არიან, მაგრამ მე ჩამოსული ვარ ამ ქალაქში და მე არ ვთვლი რომ ვინმეზე ნაკლებად შემტკივა ეს გული ამ ქალაქზე, ამ ქალაქის მომავალზე, ამ ქვეყანაზე და მეორეს მხრივ, რაც შეეხება ბასიშვილის და კახნიაშვილის კონტექსტში ვახსენე რომ ისინი იძულებული გახდნენ რომ ხეობიდან წამოსულიყვნენ. დიახ, იქ საოკუპაციო ხაზი გადის და ოკუპირებულია, მათი სახლები დანგრეულია. მათი სახლები დანგრეულია, მე ვინ მამოს მაგაზე რა მათსავით, მეც ბიძაშვილები მყავს, ახალგორი და დედა ჩემი ახალგორიდან და მთელი ჩემი ბიძაშვილობა წეროვანში ცხოვრობს. ეხლა ვერაფრით ვერ გამოცემთ, ეხლა მაკითხვი და ვერც ვერანაირ მინიშნებას განმარტებას ვაკეთებ მეც რომ მე ჩემი ბიძაშვილები წეროვანში ცხოვრობენ და მათზე მაგარი ვაშკაცები არიან და იციან ქალს რა უნდა დაუწერონ და რა უნდა აკადრონ მათგან განსხვავებით. დიახ. და მათგან განსხვავებით კიდე ჩემი ბიძაშვილები ბევრი დაუკმაყოფილია და სახკარი არ აქვს. 9 სახკარი რო აქვს იმტორვილობით აღებული კიდე. ჩემზე უკეთესად დევნილება იციან. ვის რამდენი ქონება იშოვა და რა კომპენსაციები აიღეს. დიახ. რაც შეეხება კომენტარებს, რას აპირებთ ამ კომენტარებთან? გრძელდება თუ არა თქვენზე თავდასხმა და როგორ აფასებთ, რომ მე კონკრეტულად თლიანობაში არ ვიცნობ ამ კომენტარებს. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან შეურაცხყოფელი, ჯერ პირველ როგორც ქალის მიმართ და ყველას გასაოცარი, რაც იყო ლადოდ, რაც მე გავოცე. დიახ. ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი და ვამბობ, რომ 10 წელია უკვე ვარ ამ პოლიტიკაში, ასე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ახლა გააქტიურებული არიან ქალთა უფლებების დაცვაზე,
ატარებენ აინაი ტრენინგებს, სხვათა შორის საიას განცხადება არ მომისმენ და არც მათი განცხადება არ მომისმენ იმაზე, რომ საკრებულოს წევრ ქალზე ასე სოციალურ ქსელში ხდება ბულინგი და კაციშვილს არ მოსვლია თავში აზრად, რომ რაიმე განაცხადი გააკეთებინა. სხვათა შორის არც საკრებულოს თავმჯდომარემ არ გააკეთა. ეხლა საზოგადოების ერთი ნაწილი გაყოფილი ესე ნაციონალებს შორის მოხდა მაგათი დაპირისპირება და დაუხოციათ ერთმანეთი. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც კაცმარცის ვისგან არიან მართულები, ელოდებიან ალბათ სიგნალს, რომ ან ხელისუფლებისგან, ან მათ დამფინანსებლებისგან რომ განაცხადი გააკეთონ და ყველაზე გასაცორი რომ არინა თავაქარშვილი მეგონა ამ ქალაქში რომ ყველაზე დიდი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო და ქალმა 8 მარტი მიულოცა მთელ რეგიონს და ერთი განაცხადი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით რომ საკრებულოს შესაძლებელია არ უნახია არა როგორ ნახა არასდროს არინა თავაქარშვილი არ უნახია თორე დამეთანხმებით რომ შეიძლება ბევრ ადამიანზე თავი ვერ დავდო მაგრამ არინა თავაქარშვილი არ გამოირჩევა იმით რომ რამე უფლებების დარღვევაზე ყური არინა თავაქარშვილი არის ზუსტადაც ყველაზე მეტი გამხდარი ასე ვთქვათ და მე აქამდე ასე მეგონა რომ იცავდა ქალების უფლებებს და ადამიანის უფლებებს ამ ქალაქში და ამასთან მაქვს ყველაზე დიდი პრეტენზია იმიტომ რომ ის იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის წევრი ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხარ თუ აღარა ხარ ეს გარკვეული მოვალეობა მაინც გაკისრია ხომასია იმიტომ რომ პედაგოგისთვის მე ჩემი მოსწავლეებისთვის უკვე აღარ არიან და ცოლშვილიანები არიან ზოგი და გათხოვილები მე მათთვის მაინც ვარ მასწავლებელი და ირმა მასწავლებდა ყველაზე მძიმე ის იყო რომ სკოლაში რომ მივედი ბავშვები იყვნენ დათრგუნულები ვერ გაიგოთ რას ნიშნავდა ჩემი სურათი ვიღაც მამაკაცთან გადაღებული რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ყველასთან მინდოდა ახსნა და უფროს კლასელმა გაიგეს და პატარა ბავშვებმა რო ვერაფერი ვერ გაიგრან უბრალოდ მოვიდნენ და ჩამეხუტნენ და მკოცდნენ ჩემი სადამრიგებლო კლასი მე-7 კლასელები არიან და ყვავილები მომართეს აი ყველაზე მეტი სითბო და თანადგომა მათგან მივიღე ჩემი კოლეგებისგან ისევ პედაგოგებისგან მივიღე და ისევ ზუსტად პედაგოგები დამიდგნენ მხარში და მათ მორალური მხარდაჭერა გამომიცხადეს და მე დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამისათვის ჩემს კოლეგებს და სკოლას ამ თანადგომისათვის. ამიტომ მიუღებელია და არასოდეს არ უნდა მოხდეს ის ფაქტი 37 წელს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ამ ქალაქში კი საქართველოში ვერ მოიყვას. როდესაც მეგობრებთან გადაღებული სურათი სამშობლოს ტოლფასზე ჩემო ოჯახმა ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა და მე თქვენს ეთერში კიდევაც განვცხადე რომ ჩემი ოჯახი რეპრესირებულია და გვარზე მინიშნებები და რაღაცები ჩემი გვარი და ჩემი გენეალოგია ძალიან ბევრს გადაიწონეს აქ და აღარ მინდა ვისაუბრო და არც სამშობლოს მოღალატე იყო და სხვებისგან განსხვავებით ჩემი მამაპაპა მაზინაშვილთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და მე არ ვაპირებ ეხლა ვიღაცამ შემაშინოს ან დამაშინოს ან მუქარის მესიჯები მიგზავნოს ეგ არასოდეს არ მოხდება კი ბატონო, ჩვენ ჩავერთვებით, მე პირადად ჩავერთვები ამ საკითხში და რაც არის შევისწავლოთ ეს საკითხი, ერთი შეხვედრაც გავაკეთოთ ამის ორგანიზებაში. ჩავერთვები მე რომ მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, ეს არავის არ აძლევს იმის საშუალებას, რომ თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდებოდეს თქვენზე. თქვენ საუბრობთ, რომ თქვენ ფსიქოლოგიური დარტყმა მოგაყენათ ამ კომენტარებმა, თუ სწორად გავიგე. რა თქმა უნდა, მაგრამ მე მყავს მეგობრები, რომელსაც ყველაზე ირონიული ის იყო, რომ ასე უნიჭო პოლიტიკურ განცხადებას აკეთებენ ხოლმე და პარტიის სახელს აზიანებენ და მათ სოციალურ ქსელში ჩემთან გადაღებული სურათები ატვირთეს და აი დაწერეს რომ აი ბავშვობიდან მაგალითად ღალატი ისახებოდა და ასეთი რაღაცები რაც ძალიან ირონიულია. ამასთან ერთად მე ფაქტის წინაშე დავდექი და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი უნდა იყოს კი მაგალითად პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები, რომელსაც ახლა ოპოზიციამ მოიკითხოს. აქამდე რაღაც არ მომწოდა ეს ფაქტი და ახლა უკვე მტკიცეთ მე გადაწყვეტილი რომ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ჩემი როგორც მოქალაქის უფლებების შეზღუდვა. ფაქტია რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში ორივე სისტემით არის არჩევნები და ეს არ არის იმიტომ რომ მაგალითად ერთი პარტია მოვიდეს ხელისუფლების თქვენც რომ უკრაინაში ზუსტად პროპორციული სისტემით ჩატარდა არჩევნები, რამაც ძალიან დიდი ვნებადღელო გამოიწვია და ზუსტად რეკომენდაციები ისე რომ უკრაინაში აღარ უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით არჩევნები, იმიტომ რომ ნების ჩვენ ვართ რადიკალური ერგი, მაგალითად ასე მოვიყვანეთ თავის დროზე გამსახურდია 99%-მა მე მალევე დავამხედა ყავდა შევარდნაძე, ასე 99%-ით მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შემდეგ დიქტატურაში გადაიზარდა, ასე ვთქვათ, როგორც ხალხი აფასებს და არ გვინდოდა და დაამხეს ხალხმა და მოიყვანეთ დიდი ზარზემით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა აღარ უნდა და ვეღარ იშორებენ, ხო ასია? ანუ რადიკალურია, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ თავისუფალი სივრცე უნდა დაუტოვოთ მაჟორიტარ კანდიდატებსაც, იმიტომ რომ პროპორციულ სიაში
ფაქტია, რომ ვერასდროს ვერ მოხვდებიან უფულო და განათლებული და ნიჭიერი ადამიანები. ვერც მაჟორიტარულ სისტემა გვიჩვენებს, რომ მაჟორიტარებშიც ბიზნესმენები ხვდებიან, ფულიანები ხვდებიან და თან არის ეს მაშინ რა არ არის გამოსავალი. იქ კიდევ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კიდევ არის იმის შანსი, რომ სოფელმა აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი და არ იყოს მაგათი ვიღაცის წოში. ჩვენ აი თქვენ რო ყოფილიყავით ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარი ამ სისტემაში, ამ საარჩევნო სისტემის პირობებში გაიმარჯვებდი. მე არ ვიცი გავიმარჯვებდი თუ არა, მაგრამ მე ვამბობ, როდესაც საუბრობთ არა პარტიულობაზე ვაკეთებ აქცენტს, არამედ სისტემაზე ვაკეთებ. მაჟორიტარი ხარ ოპოზიციიდან ან დამოუკიდებელი ერთი ირმა ამბარდნიშვილი და მეორე მხარეს არის ქართული ოცნების მაჟორიტარი, რომელსაც პარტია ფინანსური რესურსი ძლიერი უდგას გვერდით და შესაბამისად ეს თავიდანვე არის უკვე განსაზღვრული, რომ მაჟორიტარული არჩევნები მოგებული აქვს ვისაც მეტი ძალა უფლება. რა თქმა უნდა, მე მაგაში გეთანხმებით, რომ ეს დღევანდელი რეალობაა სამწუხარო. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ 30 წელია ხალხი მიეჩვე იმას, რომ 10 ლარად უნდა გაყიდოს საარჩევნო ხმა. ამიტომ საჭიროა 10 წლები კიდევ იმისათვის, რომ ჩამოვყალიბდეთ იმ საარჩევნო კულტურის მქონე ადამიანს, რომელსაც კონსტიტუციური მთავარი ღირებულებები, რომ არჩევნებია პირდაპირ ფარული და საყოველთაო ეს სამი რამე ალილუიასავით დავიმახსოვროთ და არ ვიყოთ ჩვენი საკუთარი ხმების და ინტერესების გამყიდველი. ამასთან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემნაირი ადამიანები, რომელსაც გარკვეული მორალური ღირებულები გააჩნიათ და შეუძლიათ, რომ საკუთარ პარტიასაც მინიშნებები გააკეთონ, რომ ისინი სწორედ არ იქცევიან და აი ამის გამო რომ არ ითვალისწინებდნენ ხალხისას, იმიტომ წაგვერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ ქვეყნის სადავეები და დაკარგა. და დღესაც ის ხალხია ხელისუფლებაში ემზადება მოსასვლელად, რომელმაც ზუსტად ერთიანი ნაციონალური მოძრაობას გაუკეთა ძალიან ბევრი ბინძური საქმე. თორემ მე ვერავინ ვერაფერში ვერ დანაშრობს. ერთი ადამიანიც ვერ ვიტყვის, რომ მე ქთა მიამიღია, რამე შემიძენია, ვინმე გამიწერებია, ვინმე დამიბეძღებია, ან ციხეში. ჩემნაირ ძალიან ბევრი წესიერი და პატიოსანი ადამიანი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, რომელიც აი ზუსტად ამისნაირი ადამიანებისგან ლაფში ამოვისვარეთ და ძალიან შეურაცხყოფელია ხოლმე, როდესაც სისხლიან რეჟიმებს მახსენებენ, როდესაც საკრებულოს ხდომაზე სხვათაშორის ჩემი კოლეგები ჯერ ისინი მეძახდნენ პირსისხლიანს, ეხლა ესენი მეძახიან სამშობლოს მოღალატეს. აი სასწაული ამბავი არის რა. ერთის ვარ სისხლის სმელი ვარ. მეორესგან ვარ ისე და ამ დროს ვარ დაზარალები, იმიტომ რომ 16 წლის განმავლობაში 16 თეთრი არ მინახია არც ერთი პარტიისგან სარგებელი, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს. სათუშოვლები ცოცხალი არ ამყავს. აი საინტერესოა როგორ ვარ, ან პირსისხლიანი, ან სამშობლოს მოღალატე და ეგენი როგორ არიან სამშობლოს მოყვარულები. კი ბატონო, ბოლო კითხვა მექნება თქვენთან, რა ფორმით გააგრძელებთ საკრებულოში მუშაობას, ბოლომდე შეინარჩუნებთ ამ დამოუკიდებლობას და მაგალითად სიტუაცია დღეს ესეთია, რომ ორი ფრაქციის დაშლა გადის ორშაბათის საკრებულოს ხდომაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული შენების, ასევე ევროპულ შენებაში ცვლილება ბადრინ ნანეტაშვილი გამოდის, ტოვებს საკრებულოს და პაპუნა კობერიძე შედის, ამაზეც უახლოეს დღეებში იმშელებს საკრებულო. უნდა კითხოთ, რომ მაგალითად გვაქვს ესეთი სიტუაცია, საბანაძე, ზვიად საბანაძე, რომელიც მათ უпростоრად ევროპული შენების დაშლის შემდეგ ფრაქციის გარეშე თავისუფალ სტატუსით აგრძელებს მუშაობას, ანალოგიური გზაზე წავიდა ფრაქციის დაშლის კუთხით მიმართულებით ირმა ამბარდნიშვილი და მესამე ადამიანი შენების მოძრაობიდან პაპუნა კობერიძე. ეს ხო არ არის გარკვეული წრე, რომ სწორედ ამ სამ საკრებულოს წევრმა შექმნას ფრაქცია. მე არ ვფიქრობ, ხა პაპუნა კობერიძეს ჩემი კოლეგა არ არის და სასწაულისად მე არ არის. ძალიან მალე გახდება ერთ კვირაში ან მაქსიმუმ ორ კვირაში. ალბათ სხვათაშორის არც ბატონ ბადრინანიტაშვილს არ გავუკეთებია განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რატო წამოვიდა საკრებულოდან, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ეს განცხადება გახდა საფუძველი პოლემიკისა, რასაც ბადრინანიტაშვილს გაუმართა, რომ თავის საკუთარი პარტიის თავდასხმის მსხვერპლი არ გახდა. გასაოცარი, მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერია. ეს პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი გამოხატულებაა, როდესაც თავის ყოფილ თანაგუნდელს პატივსცემენ და მის ასითვალისწინებენ. თუ არ ვწდები პარტიას არ ტოვებს ბადრინანიტაშვილი, გამოდის საკრებულოდან, თუმცა მიზეზები ჩემთვისაც საინტერესოა და ჩვენ გვექნება მცდელობა, რომ უახლოეს მომავალში გავარკვიოთ ეს თემა. კი, ჩემთვისაც საინტერესოა, იმიტომ ვინაიდან მხოლოდ დაზარალი და შეურაცხყოფი და სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი, მხოლოდ მე გავხდი, იმიტომ რომ სხვათაშორის თეონა მაისურაძეც არ გამხდარა ამ ბულინგის მსხვერპლი. და არც არავის არ გასჩინე კითხვა თუ რატომ.
საინტერესო თეუნას მოსაზრებებით რომ მოისმინოთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არ ვაპირებ ხაზგასმით ვამბობ, არავის ფრაქციაში გაწევრიანებას. მე საკმაოდ გამოცდილებაც მაქვს, განათლებაც მაქვს და პოლიტიკური კულტურაც მაქვს იმისა, რომ დამოუკიდებლად ვიყო ფრაქციაში. კიდევ ხაზგასმით ვუსვამ, მე ისედაც მარტო ვიყავი. ეს დიდი ხანი ყველა ეს, მაგრამ ერთის მხრივ ჩვენ ვიცოდით აქამდე, რომ მთლიანობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ კურსს არ იზიარებდით, ეხლა აღარ გაიზიარებთ ნაციონალური მოძრაობის კურსს და სადღაც მესამე პარალელური ხაზი იქნებით ამათ შორის. მე არ ვფიქრობ მე ქართულ ოცნებასაც ალბათ იგივე ბედი ელის ისიც დაიშლება მარტივ მომრავლებად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკმაყოფილება და კითხვები არის ალბათ ქართულ ოცნებაში და ჩვენ ხედავთ რომ ფაქტიურად დაიშალა პარლამენტში არა უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად ალბათ ადგილობრივ დონეზეც ექნება ბევრს პრეტენზიები საკუთარ პარტიასთან და შეიძლება ველოდოთ ამ პროცესებს. მე წინასწარ მოვლენებს ვერ გავუსწრებ ხვის მაგრივად ვერ დავსწრებ. თუმცა 21 წელი ძალიან მალეა მომდგარი კარს 20 წელში მთლიანობაში საპარლამენტო არჩევნები 21 წელს თვითმმართველობის არჩევნები აი იქ რა დამოკიდებულება გაქვთ ჯერ კი გრძელვადიანი პერსპექტივაა ეს მაგრამ აი დღევანდელი დამოკიდებულებით რას ფიქრობთ 21 წელში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩაერთვებით და რა ფორმით არ ვიცი ხა 21 წელს ვერ ვილაპარაკებ ხა ხვალ რამას მოგვიტა ცხოვრება ჯერ არ ვიცი მაგრამ ფიქრობ რომ აუცილებლად ჩავერთვები შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს გადაწყვეტილი მაქვს ახლა უფრო მტკიცეთ რომ ნებისმიერ არ დაველოდები არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და გრანტით მოპოვებული ორგანიზაციების იმედად ყოფნას რომ ისინი ქალების უფლების ამ ქალაქში დაიცავენ და მე ყველა ჩემს თანამოქალაქეს ყველა ქალს რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს იცოდეს რომ ხარდაჭერას გამოუცხადებს ნებისმიერ წუთს და ნებისმიერ დროს ვიბრძოლებ მათი ინტერესების დასაცავად. დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვოთ ირმა ამბარდნიშვილი იყო ჩვენი სტუმარი გვერდთვებოდა ის თუმცა რაც შეეხება თქვენს განაცხენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ალბათ გამოეპარათ ყურადღებიდან გამორჩათ და იმისთვის რომ არ გაგრძელდეს მთავარი არის ეს თქვენს მიმართ ბულინგი რომელიც ფსიქოლოგიურ სტრესს გაყენებთ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ გარკვეულწილად ორგანიზებას ამისთვის ახალ კვირაში გავაკეთებ ერთი შეხვედრა დავგეგმოთ და მათ შორის ალბათ მნიშვნელოვანია რომ შეწყდეს სოციალურ ქსელში თქვენზე თავდასხმები და ამისთვის ყოველ შემთხვევაში მცდელობას არ დავაკლებ ამას იმ ადამიანებთან ვინც ამ ქალაქში სწორედ წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს რომლებსაც მგრძნობელობა აქვთ ამ თემებზე და გარკვეულ გარემოს ცვლიან ამ მიმართულებით დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის და მე კიდევ მინდა სასახად განვაცხადო რომ მე ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ შემაშინებს ეს არის წარმოუდგენელი რამ ვინც მე მიცნობს ბავშვობიდან ამიტომ ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემი ქალაქის ინტერესებია და დაუპირისპირდები ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და ნებისმიერ ჯგუფს რომელიც ამ ინტერესებს გადაკვეთავს რუბიკონი ახლა მე ვაცხადებ რომ გადაკვეთილი არის და ამ შემდეგ საზოგადოებაც საკრებულოს დაინახავს რომ მე არავის მართული არ ვიქნები არასოდეს. კარგით, ნახოთ შევხედოთ პროცესებს, როგორ წავა მოვლენები საკმაოდ ერთის მხრივ ცხელი პოლიტიკური მოვლენები იწყება ქვეყანაშიც და თვითმმართველობაშიც 20 წელში თუ არჩევნებია საპარლამენტო 21 წელს უკვე თვითმმართველობაში და ერთგვარად სურათი როგორი გვექნება მათ შორის გორის საკრებულოში და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც გარკვეულწილად თითქმის ერთი შეხედვით დალაგებული სურათი, დალაგებული დღის წესრიგი საკრებულოს წევრების გარკვეული გადათამაშება მიმდინარეობს და საბოლოო სახე როგორი იქნება, ვირა პოზიციას დაიკავებს, დაშლილი ფრაქციები როგორ შეიქმნება, მაგალითად ასევე არის საუბარი, რომ შესაძლებელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია კვლავ შეიქმნას და იქ შევიდეს ევროპული საქართველოსთან საკრებულოს წევრი ზვიად უпростоრად კახა ბურჯანაძე. ნახოთ როგორ წავა ეს პროცესები, საკმაოდ საინტერესოა. კი ბატონო, საკმაოდ საინტერესოა. რა ვიცი, როგორც ევროპული საქართველოს განცხადებას აკეთებს ფრაქციას არ ქმნის ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან, მაგრამ მე არაფერს არ გამოვრიცხავ ამ ქვეყანაში. ვერც იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყოფილი მეგობრები და თანაგუნდელები, რომლებიც ძალიან ბევრი მიბრძოლია და ძალიან ბევრი გამიკეთებია, აი ასეთ რამეს იკადრებდნენ, ასეთ უღირს რამეს ჩაიგდებენ. ხა მე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ ის რა არის ადამიანობა და რა არის კაცობა, მე ეს დაუჯერებელია, მართლა დაუჯერებელია, გააჩერეთ ნებისმიერი კაცი და კითხეთ.
აი რას გეტყვით, როგორც ადამიანი, როგორც ქართველი და როგორც ვაჟკაცი კაცი. აი ამას ვინმე იკადრებდა, არავინ არ იკადრებდა. დიახ, თუმცა ანალოგიური დამოკიდებულება აქვს მათაც თქვენს პოლიტიკურ ნაბიჯზე, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დაგვტოვა, ყველაზე ცუდ ისეთ დროს, როდესაც ფრაქცია დაგვიშალა, დაგვასუსტდა და აქედან გამომდინარე მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები. არა, მე პირიქით პარტია გამოვაფხიზდა, ასე ვთქვათ, იმ აღასაღათას ძილით, რომელშიც ის მათ ეძინათ და ასევე ქალაქი გამოვაფხიზდა იმისათვის, რომ უფრო მეტი მოთხოვნა უნდა ქონდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც პრეტენზიები გააჩნიათ, რომ უნდა ჩაიბარონ ქალაქი. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ვერ დაჯდება გორში და ზუსტად ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო მოხელეები და რომელსაც მოუწევს ჩვენი ქალაქის მოსახლეობის კონსულტირება ნებისმიერ საკითხზე და ასევე საკრებულოში. ცოტა ეს არის გაურკვეველია, რატო უნდა მის დაუჭირო მხარი ადამიანებს, რომლებიც მეგობრების სურათები არის სამშობლოს მოღალატე. კარგით. დიდი მადლობა ირმა ამბარდნიშვილი გვერდებოდა, ირმა ამბარდნიშვილი, რომელიც საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობა, საქმიანობას. მე გემშვიდობებით ერთმანეთს ორშაბათს შესვენების საათში შევხვდებით უკვე ნახვამდის. საზაფხულო ფასები ზოდის ქსელში. შიდა კარი 125 ლარიდან, ბითონის კარი 175 ლარიდან, მარმარილო 49 ლარიდან.